უკაცრავად და რა ჯანდაბას ჭირს ჩვენს ქვეყანას, ხომ ვერ მეტყვით. ყოველი მეორე ნარკომანია ან ალკოჰოლი. და ყოველი მეორე 50% გამოდის სტატისტიკით, რაც ძალიან კარგი იქნებოდა და ყოველი მეორეც არ არის. 100-დან 95 ადამიანი მაინც, როცა ხვდება ერთმანეთს, ან ეწევა, ან სვამს. ეხლა მეტყვი, კი, მაგრამ საქართველოს გარდა სხვა განვითარებულ ქვეყნებშიც კი სვამენ და ეწევიან და 100%-ით მართალი იქნები. მაგრამ მოდი აგიხსნი უფრო დეტალურად რა ხდება ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად მსოფლიოში. არსებობს ორი მთავარი რესურსი, რაც აქვს ყველა ადამიანს. ეს არის ენერგია და დრო. განვითარებულ ქვეყნებში იციან ამ ენერგიის და დროის ბალანსი. იმიტომაც არიან განვითარებულები. მაგრამ არსებობს პროცენტულობა. განვითარებულ ქვეყნებში შეიძლება მძიმე დღის შემდეგ რაღაცა 20%-ით დახარჯონ ნარკოტიკებზე და ალკოჰოლზე ენერგია და დრო. როცა საქართველოში ეს სტატისტიკა არის 80%. ანუ მთელ ჩვენს თვითრეალიზაციას, წარმატების მიღწევის სურვილს ვახმართ იმას, რომ მოვწიოთ და დავლიოთ ბრატებთან ერთად. ის 20% არაა საკმარისი იმისთვის, რომ ვიდეოები გადაიღო სოციალური ქსელებისთვის, წამოიწყო ბიზნესი, გქონდეს ჰარმონიული ურთიერთობები, ხედავდე მომავალს ნათელ ფერებში. არ არის საკმარისი, იმიტომ რომ 80% დროის და ენერგიის შენ ჩაასხი უვარგისობაში, მავნე ნივთიერებებში და უვარგის ადამიანებთან ურთიერთობაში. დათვალე, რამდენი ბრატი დაგრჩება, რომ არ მოწიო და არ დალიო. თუ ეხლა ყავს 20 და გონიე, რომ ძალიან მაგარია, ბევრი მეგობარი რო ყავს, ნაღდი და ჭეშმარიტი მეგობარი ბევრი არ არსებობს. და თუ ჯერ ეს არ გასწავლა ცხოვრებამ, მაშინ ყველაფერი წინ გაქვს. მაგალითად, მე პოზიტიურ დისბალანსში ვარ. მე ის 20%-იც კი ამოვშალე ჩემი ცხოვრებიდან და არანაირი ერთი ყლუპი ვინო, ლუდი, არანაირი ერთი ნაპასი მარიხუანის სიგარეტის ჩემს ცხოვრებაში აღარ არის. და ამ განცხადების შემდეგ, მეგობარს უკვე ვეღარ დავარქმევ. ძალიან ბევრი თანამსმელი და თანამწეველი აღარ არის ჩემთან, იმიტომ რომ თანამწეველები და თანამსმელები იყვნენ და არა მეგობრები. და ხშირ შემთხვევაში შენთანაც 99% შენი მეგობრების იქნება არა მეგობარი, არამედ თანამსმელი და თანამწეველი. ყველაზე დიდი ტრაგედია ისაა, რომ ესეთი ადამიანები დასცინიან წარმატებულ ადამიანებს, როდესაც კრაბების ვედროში ყველა ერთნაირია და ვიღაცა გამოირჩევა მათგან. ასეთ ადამიანს აჰეითებენ, აკრიტიკებენ, აბულინგებენ. სკოლის ასაკი გამოდის და სკოლა ძალიან მაგრად გვასწავლის ბულინგს. კარგს რას გასწავლისება? წერა კითხვის გარდა. ხო და რა ჯანდაბა ხდება საქართველოში? შენ თუ არ შეგიძლია ენერგიის და დროის კონტროლი, არანაირი მთავრობის ცვლილება, ახალი თაობა არაფერს უშველის. იმ შემთხვევაში, თუ არ ცხოვრობ ჩრდილოეთ კორეაში და თუ ამ ვიდეოს უყურებ 100%-ით არ ცხოვრობ ჩრდილოეთ კორეაში, შენი წარმატება 100%-ით შენს ხელშია. შენ არანაირი მთავრობა არ შეგიშლის, შენ გაქვს სრული თავისუფლება. უბრალოდ შენ არ იყენებ სწორად ორ ყველაზე მნიშვნელოვან რესურსს, ენერგიას და დროს. ყველაზე უვარგის მთავრობაში, ყველაზე ცუდ ქვეყანაში თუ ეს არ არის ჩრდილოეთ კორეა, ხალხი აღწევს წარმატებას. ძალიან დიდ არნახულ წარმატებას. იმიტომ რომ სწორად იყენებს ენერგიას და დროს. მე როგორც გითხარი, ის 20% ამოვშალე, ტოქსიკური ნივთიერებები ჩემს ცხოვრებაში საერთოდ აღარ არის, მაგრამ თავისუფალ დროს შემიძლია ან რამე კარგ ფილმს უყურო, ინფორმატიულ YouTube ვიდეოს, ვითამაშო ჩემი საყვარელი ვიდეო თამაში. მაგრამ ეს არის მხოლოდ დროის 20%. თან თავისუფალი დროის 20%. 80% მიდის შექმნაზე, ვიდეოების გადაღებაზე, ახალი პროგრამების შექმნაზე, კლიენტების მომსახურებაზე. იმაზე, რომ საქართველო გახდეს უკეთესი, ვიდრე არის დღეს. კარგი, ახლა მკითხავ, თუ ამ ყველაფერს, ანუ დალევას და მოწევას დაანებებ თავს, რით უნდა ჩაანაცვლო? მე ჩავანაცვლე ჩემი საყვარელი საქმით, ეს არის ჩემი ონლაინ ბიზნესი. გააკეთე ფოკუსი იმაზე, რომ შენ დაეხმარო რაც შეიძლება მეტ ადამიანს, მიაწოდო ხმა რაც შეიძლება მეტ ადამიანს. ამაში დაგეხმარება დღეს სოციალური ქსელები, უბრალოდ უნდა გადალახო კამერის კომპლექსი, რასაც რა თქმა უნდა მე გასწავლი. ამ ყურადღების მოზიდვის შემდეგ უნდა გქონდეს ისეთი პროდუქტი, რომელიც შეძლებს ადამიანს დაეხმაროს. და როცა შენ გასცემ დიდ ფასეულობას, ეხმარები ადამიანებს უკეთესი ცხოვრების ჩამოყალიბებაში, ცხოვრების შეცვლაში. ძალიან ბევრი ადამიანი იქნება მზად, რომ ამაში გადაგიხადოს თანხა. ცხოვრების ბოლოს შენ არ იფიქრებ იმაზე, რომ რა მაგრად ერთობოდი შენს ბრატებთან. ცხოვრების ბოლოს შენ გაიხსენებ იმას, რომ ვერ აღწევდი მიზნებს. გახსოვდეს, რომ შენ გაქვს შეზღუდული ენერგია და დრო. გამოიყენეს რესურსები სწორად, რომ გამოჩნდეს მესამე რესურსი, რომელიც არის ფული. კიდევ ერთხელ, სწორი ენერგიის და დროის
კონტროლს შეუძლია ბევრი ფული მოგცეს. არავინ იბადება ფულით, მაგრამ ყველა იბადება ენერგიით და დროით. აიღე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, ნუ წუწუნებ, დაანებე თავი ამ გამოსირებულ პოლიტიკას და მიხედე შენს ენერგიას და დროს. ახლა ადექი და იმოქმედე.